დიდება ღმერთს და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. მადლობა ღმერთს იმისათვის, რაც იყო, რაც არის და რაც იქნება ჩვენს ცხოვრებაში. მადლობა ღმერთს იმისათვის, რომ მოგვეცა სულიერი და ფიზიკური ძალები, აღვესრულები და სამთო ლიტურგია. სიარებული ყავი ჭეშმარიტად პატიოსანსა სისსა და ხორცაუღლისა, ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს. ქრისტეს შობამდე ორი კვირით ადრე ეკლესია აღასრულებს ბიბლიურ მამამთავართა კვირიანეს. აქ შედიან ადამიანიდან მოყოლებული ის დიდი პიროვნებები, რომელიც ბიბლიაში არიან მოხსენიებული. აბრაამი, ნოე, ადამი, ნოე, აბრაამი, ისააკი, იაკობი, მოსე, ისაია და წინასწარმეტყველი მრავალი. და ამ დღეს იკითხება სახარება, რომელიც არა 27 კვირიაკისა არის, არამედ გამიზნული არის ზუსტად ამ კვირიაკისთვის და იკითხება 21 კვირიაკის სახარება. დღეს მოვისმინეთ ჩვენ სახარების ის ნაწილი, სადაც მაცხოვარი დაუძახებს ნადიმზე რჩეულ ადამიანებს. და ეს ადამიანები არ ისურვებენ ნადიმზე მოსვლას, იმის გამო, რომ ყველას თავთავისი საქმე გამოუჩნდება. ამის გამო განრისხდება პურისუფალი და ეტყვის თავის მსახურებს, რომ წადით და მოიარეთ ყველა სოფელი თუ ქალაქი და ასე ვთქვათ, შემოხადეთ გლახაკებს, შემოხადეთ ადამიანებს, რომლებიც ესეთი ფოლოცები არის გამოყენებული და რას ნიშნავს ფოლოცებიცი? ბირჟას რო ვიტყვით ხოლმე სოფლის, ესე რომ თქვა, გაიარე სოფლში და გაიარე სოფლის ბირჟებზეც, ესე რომ თქვა და ყველას მოუწოდე, რომ არ დარჩეს ადგილი შეუსებელი ჩვენ ნადიმზე. და მოკლედ ესე აივსო სახლი იმ ადამიანები, რომლებიც თითქოს არ იყვნენ ღირსები, თითქოს არ იყვნენ მომზადებული. და ის ადამიანები, ვინც მოწოდებულები იყვნენ ამისთვის, ისინი ამ ტრაპეზზე არ ყოფილან. ეხლა კარგად რომ მივხვდეთ ზუსტად რატო არის ეს, რატო განრისხდა ესე უფალი. უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ აღმოსავლეთში იმ დროისათვის არ იყო ტელეფონი, არ იყო საათები. და ვერავინ ვერ გეტყოდა დღეს როგორც ეუბნებით, რომ 2 საათზე იქნება ესა და ეს. დღეს ხო ვეპატიჟებით ადამიანებს და ვეუბნებით, ამ დროს იქნება ეს და ამ დროს მოდი. მაშინ როდის გამზადებოდა, არავინ არ იცოდა და წინ და წინ მიდიოდნენ და ეუბნებოდნენ. ამ დღეებში მზად იყავი, რომ გეტყვით, რომ მაგალითად ესა და ეს ვახშამიან, რაღაცა სერობა იქნება, რაღაცა მიზეზის გამო, ან ხორცილის გამო, ან სხვადასხვა მიზეზის გამო და რომ მოხდება. იმის მერე ადამიანები იწყებდნენ ზუსტად ყოველდღე ამ რეჟიმში ცხოვრებას, რომ შეიძლება დღეს დამიძახონ. შეიძლება დღეს დამიძახონ და მითხრან, რომ ესე იგი, დღეს არის ის დღე, როდესაც ჩემ და სტუმრად მოყვით. ყველაფერი გახსენდება, ეს არის ჩვენი ნათლობის დროს დადებული აღთქმა, როდესაც უფალს დაუდეთ აღთქმა და ჩვენ ყოველთვის გვეძახეს და იმის მერე ჩვენ ცხოვრობთ იმაში, რომ უფალი ნების დაგვიძახებს თავისთავად. და ყოველ კვირას გვეძახის კიდეც თავისთავად. ამ სერობაზე, რა სერობაზეც დღეს ვდივართ, ყოველ კვირას გვეძახის სერობაზე. დღეს განსხვავება ის არის, ჩვენ დრო ვიცით, რომ კვირა დღეს უნდა ავდგეთ და მოვიდეთ 9 საათზე იწყება ლიტურგია, მაგრამ იმ დროისათვის ეს არ იყო განსაზღვრელი. ანუ დღეს მე მინდა ვისაუბროთ რაზე იცით, თავს დიდად არ შეგაწყეთ, მაგრამ მინდა ვისაუბროთ დღევანდელ ჩვენს ყოფან მდგომარეობაზე, რატომ ვარ ჩვენ დღეს ესე გაციებულები, რა ხდება ჩვენი ერის თავს, კონკრეტულად ადამიანების თავს და ერის თავს, რაზეც ჩვენ წუხართ, რომ ამასინათ ერთი სასულიერო პირი იძახდა, რომ მეუბნებიო ყველას სოფელში, მოდით ვაგერ აღსარებაზე, მოდით ზიარებაზე და არავინ არ მოდის. მოკლედ, ესე არ არის.
დაუძახე მოდი არ მოვა, ჯერ მან მნიშვნელობა უნდა გაიგოს ამის. მომეთანხმები, თუ არ იცის მან თავის ცხოვრებაში ეს მნიშვნელობა, ის არ მოვა, რატომ მოვა? და დღეს პრობლემას დავაყენებ კიდე, ჩვენი ახალგაზრდები. რატომ უფრო და უფრო ნელ-ნელა ამ საეკლესიო ცხოვრებიდან დისტანცირებას აკეთებ? რატომ იცი? აი მსგავსად დღევანდელი იგავისა, რომელიც არის მოყვანილი, ანუ გარეთ ძალიან ბევრი საქმე. გარეთ იმდენად არის, ეს ამ წუთისობას იმდენი დრო და ენერგია მიაქვს მაგადგან, რომ უბრალოდ დილით, კვირას, ერთი დღეა შეიძლება დასვენების დღე, უბრალოდ წერს და ფიქრობს ახლა ავდგე წავიდე თუ არ წავიდე. ჯერ ბავშვი როდესაც არის შობელი მოკიდებს ხელს და წამოიღებს. გაიხსენეთ ჩვენი ბავშვები ყველა რაღაც ასაკამდე მოდიან, შობლებს უკავიათ ხელში და მოკლედ მათ ისინი მოყავთ, მაგრამ რაღაც გააზრებულ ასაკში გადავლენ თუ არა და სადაც მათ შეუძლიათ თქვა რომ იცი რა, არა. აი უკვე იწყება კრიზისი შობლისას. ეს ადამიანები გადიან უკვე თავისთავად უკვე ჯერ უკლებენ ტაძარში სიარულს, ღმერთთან ურთიერთობას ასთავარია და შემდეგ საერთოდაც შეიძლება რაღაცა პერიოდი ეკლესიის წიაღში არის. ანუ რა არის აი აქ რა ხდება მათში ყველაზე მთავარი? ყველაზე მთავარი ხდება ის, რომ გარეთ წუთი სოფელი, რომელიც გარეთ არის, თელმე მათ დროს და ენერგიას იტაცებს. ისინი ანუ ის ითხოვს, ანუ ნახეთ, ეხლა ნახე აქ ადამიანზეა დამოკიდებული, მე ჩემში უნდა გადაწყდეს რა მინდა. მაგრამ ჯერ როდესაც ბავშვი ვარ და ახალგაზრდა ვარ, რა მხიბლავს? არ მხიბლავს ცხოვრება. არ მხიბლავს გააზრებული არა მაქვს ღმერთთან ურთიერთობას რა მოაქვს. მე ისედაც კარგად ვარ და ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ აგერ სამყარო, რამხელა სამყაროა, მთელი თავისი ნაირფეროვნები და ეს უნდა შევიმეცნო. და დრო არ რჩება ამისთვის, გამიგეთ, რა დრო მჭირდება, ეხლა დრო რა მინდა, მე ნახეთ რამხელა, ანუ ნაირფერებით შემოსილი სამყაროა და ამის შემეცნებისთვის ვარ მე. დილით რომ გაიღვიძებს ადამიანი ის უხარია, რომ გარეთ გავიდე და შეიმეცნოს სამყარო და აი ის რომ თქვა ღმერთთან ურთიერთობა მოინდომოს მე ადამიანმა, აი როგორც დღეს ერთმა რა თქვა, ხო? ხარები ვიყიდეო. მოკლედ უნებელი ხარები ვიყიდეო. არა, ჯერ მიწა ვიყიდეო. ეს არის მიწიერი მდგომარეობა, ხო? მიწა ვიყიდეო და ნახო ზუსტად რა მომიზომაო, იმ მიწ გაყიდაო. ზუსტად მომიზომა თუ არა, უნდა მივიდი არ მომატყუოს. და ვერ მოვალ დღეს, წავიდა მიწიერზეს გამო წავიდა. მეორე ცხოველურის გამო. ხარები მყავს, ცხოველურში იგულისხმეთ ბუნებები. ცხოველური საწყისი, დაცემული ბუნებიდან გამომდინარე ბუნებები და ეძახის რომ უნებელი ხარები ვიყიდეო, ანუ ხარები ვიყიდე და უნდა გამოცადო, აბა ძლიერები არიან თუ არა, ანუ ბუნებების და საკუთარი ნებასურვილების დასაკმაყოფილებლად წავიდა. და მესამე ნაწილი ოჯახი, ცოლი მოუყვანება, ანუ ეს არის უკვე ურთიერთობები, რომელიც თავისთავად კარგია. მაგრამ ამის გამოც უფალი არის უკმაყოფილო, იმიტომ რომ შენ ოჯახს კი უთმობ ამ დროს და ოჯახისთვის ხარ, მაგრამ ის დღე, როდესაც მე შენ მოგიწოდებ, რომ ჩემს გვერდით უნდა იყვე, აი ეს დრო ოჯახისთვისაც კი უნდა შეეცადო, რომ ოჯახიც კი არჩიო, ოჯახსაც კი არჩიო, აი ეს მდგომარეობა, რომ ღმერთთან ყოფნა შეგეძლოს ადამიანს, აი ქრისტიანობა. ეხლა მოდი დავაკვირდეთ დღევანდელი წუთის სოფელი ამის საშუალებას ვაძლევს. გადახედეთ ჩვენ ახალგაზრდების ყოველდღიურობას, გადახედეთ ის ვის დასაქმებულები ხართ ზოგადად, ამის დროს გაძლევთ, თითქმის არ გაძლევთ. დილით რამხელა ძალისხმევა გჭირდება ადამიანს, რომ მთელი კვირა 6 დღე ნამუშაკები, დაღლილი, დაქანცული და შემდეგ მეშვიდე დღეს, კვირა დღეს კიდე დილაუთენია წამოდგე. თუმცა ზიარებისთვის მოემზადო, ესე იგი წაიკითხო ლოცვები შესაბამისად. ილოცო ასე თქვა და მოემზადო ზიარებისთვის, ეს უკვე ადამიანს უნდა რაღაცა მნიშვნელოვანი უნდა კონდეს, რომ ამისთვის მართლა გააკეთო. და ეს მნიშვნელობა არის მოკლებული დღეს. ეს მნიშვნელობაა მოკლებული დღეს და დღეს მე ესე ვიტყვი, რომ ჩვენს გვიჭირს, ჩვენ შვილებს გავაგებინოთ ის, რომ რატომ არის აქ ყოფნა მნიშვნელოვანი. მე გეტყვით ერთ რამეს, რომ ჩვენ მოწოდებულები ვართ ამისთვის, ჩვენ გაუგებართ ამ პასუხისმგებლობას. თქვენ ყველანი მოწოდებულები ხართ იმისთვის, რომ თქვენი შვილები უნდა ახალგაზრდები უკვე
დასულ ასაკში რომ შევიდნენ, მათ უნდა გარდატეხა მოახდინინოთ, რომ ეკლესიის წიაღში უნდა და დარჩნენ. და თუ კი ჩვენ ეს არ შეგვიძლია გავხსოვდეთ, ეს დიდად მათი ბრალი არ არის. ეს რა თქმა უნდა წუთი სოფლის ბრალია, ამავე დროს ჩვენი ქრისტიანი მშობლების ბრალიც არის, რომ ჩვენ რაღაცა ვერ გავაკეთეთ ისე, რომ ის ადამიანები, ანუ ჩვენი ახალგაზრდები დღეს ეკლესიის წიაღში ყოფილიყო. რა განცდა შეიძლება დამოუკოს მე, როდესაც რა უნდა ვიფიქრო ადამიანმა, რომ ღმერთისადმი ჩემი დამოკიდებულება შევძლო აი ამ ყოფნა დღეს. პირველ რიგში, რომ ჩემი ღმერთთან არ მოსვლა ეს არის მის სიყვარულზე უარისტება. თუ ვინმეს ახალგაზრდებს მით უმეტეს უთხრა, ვინმე გულით ყვარებიათ და იმ ადამიანს უარი უთქვამს თქვენთვის, აი ეს არის ის, რა განცდა შეიძლება ადამიანს დაეღოს. ანუ ჩვენ ყველანი, როდესაც არ ვართ ღმერთთან, მის სიყვარულზე ვეუბნებით უყვარს. დღეს ადამიანები ფიქრობენ, რომ იცი რა, მე ღმერთი იქ ამყავს, აქ ამყავს, სახში რომ იქნები რა ღმერთი არ იქნება. ასე აბა უბრალოდ წარმოიდგინეთ ეხლა, თქვენ გყავთ საყვარელი ადამიანი და უთხრა რა, რომ პირადად შეხვედრა და ის რა საჭიროა. მე სახში ვარ, ფიქრობ შენზე, ანუ სულ შენზე მეფიქრება რაღაცა, მაგრამ ნუ ახლო არ მოვა. არასოდეს ახლო არ მოვა. ეს ჩემი ჩემებური სიყვარული მაქვს და მე ჩემებურად ვიყარხარ, როგორ ფიქრობ ეს ურთიერთობა გამოვა? არაფრით არ გამოვა და თუ ადამიანურ ურთიერთობაში არ გამოდის ესე, როგორ შეიძლება ღმერთთან ურთიერთობაში გამოვიდეს. ამიტომ პირველი რაც უნდა იყოს, რომ ადამიანმა უნდა დაიმახსოვროს, რომ ღმერთს უყვარვართ განუზომო. ღმერთი ჩვენზე ფიქრობს, ზრუნავს და უყვარვართ მას. მაგრამ ის ელოდება ჩვენგან ყველაზე მთავარს, რომ ჩვენ მას პასუხი გავცეთ. ჩვენ მის სიყვარულს უპასუხოთ. ჩვენ მის გადმოდგმულ ნაბიჯს უპასუხოთ. არა უპასუხოთ არა ისე, როგორათაც მე მინდა, ისე როგორათაც მე მაწვდოს, ისე როგორათაც მე მსურს, არამედ ისე, როგორათაც მან განაწესა, რომ ადამიანმა სიყვარული უნდა ატაროს საკუთარი გული. მაგრამ ჩვენ გვაქვს ეს დაზიანებული ბუნება, საშინლად დაზიანებული ბუნება გვაქვს და ეხლა აი გადავდივარ ერთს რა გვჭირს ზოგადად. რა მოხდა ჩვენში ამ 30 წლის განმავლობაში? არ ვიძახი მე იმას, როდესაც ეს პერიოდი, ანუ იყო უღმერთობის პერიოდი, იქ ეს პრობლემა არ იდგა ზოგადად, მაგრამ აი დღეს ამ 30 წლის განმავლობაში რა მოხდა ჩვენ საზოგადოებაში ისეთი, სადაც სავსე ეკლესიები, რომელიც მთლიანად გავსებული იყო, დღეს მოკლებული არის ამას. დღეს ჩვენ ხედავთ, რომ ამხსარებელ მაზიარებელ ადამიანთა რიცხვმა იყო. რა არის ამის მიზეზი? ხომ უნდა ვთქვათ, ეს ხომ უნდა გავიაზროთ და გავიფიქროთ და გავაკეთოთ ზოგადად ანალიზი რა მოხდა ამის. რომ შემდეგისთვის მაინც გავითვალისწინოთ ზოგადად ვიფიქროთ ესე, რომ თურმე ესე ყოფილა, ეს არის მიზეზი. დღეს ბევრი საუბრობენ სასულიერო პირებიც, მოკლედ ხან პოლიტიკურ ანალიზს აკეთებენ. მე მინდა დასაწყისშივე ვთქვა, ყველაზე დიდი წუხარება ალბათ ღვთისწიაღში და ზეცა წუხს მაშინ, როდესაც წმინდა წერილს ადამიანი, მათ შორის სასულიერო პირი, იყენებს გარკვეული პოლიტიკური თუ ამა თუ იმ მიმდინარეობების გასამართლებლად, ან ვიღაცის მოკლედ განსაკითხავად ვიღაცის მოქმედების. მახსოვდეს, რომ წმინდა წერილი ეს არის ადამიანის შინაგანი მოწყობისკენ, პირველ რიგში პიროვნული გადარჩენისკენ არის მოწოდება და მეორე რიგში ეს არის ჩვენი კეთილად თანაცხოვრების საშუალება ყველაზე დიდი. ამ მისი გამოყენება პირდაპირ გაგებით გარკვეულწილად აი ამ განსაცდელი დადგება თუ არა ადამიანები იწყებენ, ისე იგი ადამიანთა გულის მოგებას, რითი იცი, აი რაღაცა ფრაზებს გამოიტანენ სახარებიდან და ადამიანები, რომლებიც სიძულვილს ატარებენ გული და მეორე ადამიანისადმი სიძულვილი აქვს, შური აქვს, ანუ უნდა რომ მასზე ესე რომ ვთქვა, ძალადობა განახორციელოს,
რაღაცა ვიღაცას რომელიმე სასულიერო პირი ან საერო პირი გამოვა, რაღაცა ფრაზას გამოიტანს წმინდა წერილიდან, რა შვება? სინდისი რომ მოწმინდოს იმ ადამიანს სინდისი არა უშავ, შენ თუ დღეს ნახეთ მრისხანებაში, შენ თუ დღეს გძულს ადამიანი, შენ თუ დღეს ისე იგი ადამიანი შეიძლება ადამიანზე იძალადო მორალურად, ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად, არაფერი ახლა ადამიანი ძლივს კრიზისი დაუდგა, ნახეთ ამ პარტავნებაშია დაჟრენილი ადამიანი და ძლივს კრიზისი დაუდგა, რომ მიხვდა რომ რამხელა ბოღმას ატარებს გულში, გადმოვიდა ეს ბოღმა გარეთ და იმის მაგივრად რომ ადამიანს უთხრა რომ შეინანე, ნახე დაინახე შენ საკუთარი თავი როგორი ხარ სინამდვილეში, ამის მაგივრად რომ ის ადამიანის მდგომარეობა გაამართლო, არა ქრისტიანულად, არამედ შენი პირადი განგებულებით, ალბათ შენი პირადი მიზნები გამოძრავებს ამ შემთხვევაში, იმ ადამიანს იმის მაგივრად უთხრა რომ იცი რა შეინანე, სინანული გამოხატე იმის გამო რომ ადამიანი გძულს, ადამიანზე ძალადო, ადამიანს ცე, ადამიანს ასე ეპყრობი იმის მაგივრად გამოდივარ და ვლაპარაკობთ რა. ის ადამიანი როგორ არის იცით, აი ელოდება იმას რომ მართლა ეს სიძულვილი გამოვიდა და იქნებ შეინანოს და უცებ გამოვა რომელიმე სასულიერო პირი, ან ერთი მხარე, ან მეორე მხარე და რას ამბობს? არა უშავს. შენ სამართლიანად გძულს. მიხვდით დღეს რა ხდება? არა უშავს, შენ სამართლიანად ძალადო. არა უშავს, შენი ძალადობა, შენი ეს გამართლებულია. რაც გინდა აკეთე, იმიტომ რომ დღეს ამაზე უფრო, ანუ რაზე ვილაპარაკეთ წერა? ამაზე უფრო მნიშვნელოვანია დღეს, რაც წყდება შეიძლება და ნახეთ რას დღევანდელი სახარება რას გვეუბნება. არაფერი იმაზე მნიშვნელოვანი არ არის, თუ კი ღვთის სინანული ღვთის ტრაპეზი, ანუ სული სიგლახაკი თუ ღვთის ტრაპეზთან არ მივა. ყველა მიზეზი ეს იქნება მიწიერი, ცხოველური, თუ ეს იქნება თუნდაც ოჯახი და ოჯახში იგულისხმება თუნდაც სამშობლოც კი, ქვეყანაც, ანუ ღვთის ღმერთზე მაღლა ვერ დადგება და თუ შენს ცხოვრებაში ღმერთზე მაღლა დგას ეს ყველაფერი, მაშინ რა გამოვიდა? მაშინ ქრისტიანი არ ახარ და რას ელოდები? ნახე ადამიანი, ჩემი მოქმედება რომელიმე ვიღაცა გამოვიდეს და გამართლოს. ეკლესია რისთვის არის? ეკლესია არის იმისთვის, რომ ყველას მოუწოდოს, რომ ადამიანო თუ კი სიძულვილს ატარებს შინაგანი გულში, ეს შენი გაცემული ბუნების მაჩვენებელია და ასე ღმერთთან ურთიერთობას ვერ შეძლებ, ანუ ამ ნადიმზე ვერ იქნება. გახსოვთ, აქ ლუკა მახარებელთან არის და სხვაგანაც არის ერთი ეს ანუ მოთხრობილი სხვა მახარებელთან, სადაც მერე უფალი შემოდის, პურის უფალი შემოდის და რას ეუბნება? რომ ნახავს იქ ერთი ადამიანი ზის, რომელსაც არ მოსია საფუძინე სამოსვენ და რას ეტყვის, როგორ შემოყვენი შენ? და იმ წუთში ეტყვის, რომ გაიყვანეთ ეს ადამიანი. გაიყვანეთ ეს ადამიანი აქედან და ამისთვის, რომ აი ესე იგი მოხვდება იქ, სადაც კბილთა ხრჭენა იქნება. ანუ ნახეთ როგორ არის ჩვენ ამ შემთხვევაში სასულიერო პირები, არ ვიცი რა მიზეზი, არ ვიცი რა ესე რომ ვთქვათ, აი რა დანიშნულები, რა ამოძრავებს ადამიანს, არ ვიცი. აი იმ ერთი ადამიანის მსგავსად ამ ბოროტებასა, სიძულვილისა და შინაგანი საშინელი მდგომარეობის მქონე ადამიანებს ვეპატიჟებით უფლის ტრაპეზზე იმიმებით, რომ შენ თუ შეიყვან მას, უფალი მას არ გამოაყენებს. ანუ ის ვერ დარჩება ეკლესიაში, რატო აბა? რაც არ უნდა მიზეზი ამოქმედებდეს, წინაზე გითხარით მე, რომ შენ რომ ღვთის წინაშე წასდგები და გული სავსე გაქვს სიძულვილი, ვინმე ადამიანისადმი ერთისადმიც კი, თუ კი გულს სიძულვილი შეუძლია, მაშინ შენ არ გაქვს ადგილი ღვთის სასუფეველში. და ამიტომ ჩვენ რას ვეუბნებით ადამიანებს, სიმართლეს კი არ ვეუბნები, რომ შეინანე, ვინც გინდა იყავი, რა სოციალური ფენის წარმომადგენელი გინდა იყავი. ვინც გინდა იყავი, ხელისუფალი იქნები, ოპოზიციონერი იქნები, ვინმე, თუ კი სიძულვილი გიდევს ადამიანს გულში, შეინანე, იმიტომ რომ ღვთის ტრაპეზზე ვერ მოხვდება. და დღევანდელმა სახარებამ ეს თქვა, რომ არ არსებობს მიზეზი გასასამართლებელი იმისთვის, რომ შენ ღმერთთან არ ახარ და სინანულში არ ხარ.
რა უთხრა უფალმა, ეს თავმომწონე ხალხი, რომელსაც არ უნდა და რაღაცები თვითონ დაუსახია მიზნად, რომ იცი რა თურმე ეს უფრო მნიშვნელოვანი ყოფილა ვიდრე ღმერთი, რომ თურმე ეს უფრო მნიშვნელოვანი ყოფილა ვიდრე სარწმუნოება, ასეთ ადამიანებს უთხრა, რომ ესენი აღარ მოიყვანოა. დაუძახე გლახაკებს, ვინ არიან გლახაკები? სულით გლახაკი ადამიანი ვინ არის? ეს არის ადამიანი, რომელსაც სინანული აქვს საკუთარ გულში, რომელიც ნანობს, რომელმაც იცის, რომ მე ეხლა დაზიანებული ბუნება მაქვს. ჩემში არის ეს, ამ დაზიანებულ ბუნებაში არის, ისე იგი აგრესია, შური, ძალადობა, ვერცხლის მოყარეობა, დიდების მოყარეობა, გემოთ მოყარეობა, ეს ყველაფერი ჩემში დევს. ამიტომ სულით გლახაკი ადამიანი და ღმერთს სინანულად მოყავს. და სასულიერო პირი, რომელიც ეუბნები ნებისმიერი სახით ვინმეს, რომ ვიცი რა, შენი ვერცხლის მოყარეობა გამართლებულია, იმიტომ რომ რა უნდა უთხრა? დღეს ეს ხდება ზუსტად. და კლასიფიკაციაც დაიწყო, აი ნამდვილი სასულიერო პირები. ერთი მხარე ამას იძახის, რომ აგერ ნამდვილი სასულიერო პირები, მეორე მხარე სიას აკეთებს იმისა, აგეთ რომე ნამდვილი სასულიერო პირები. და ის რაც ღმერთმა ერთობა შექმნა ეკლესიაში, ვერ ხედავთ ხალხო, რომ ეს თავისთავად უკვე ყველაზე მთავარი მცნების დარღვევა ხდება. ეს არის გაყოფა ეკლესიაში. აი ხლა ძალიან მნიშვნელოვანია გითხრათ, აი ორ რაღაცას გეტყვით რა. არსებობს ღმერთი, სარწმუნოება, ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა ჩვენს კულტურაში, აი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მაგრამ ამის გვერდით არსებობს რა? ეს არის ზოგადად ერთიანობა, ქვია კულტურა, ადამიანი რასაც ქმნის. და ეხლა ჩამოგიდგით რა არის ეს? ეს არის ოჯახი, ეს არის სახელმწიფო, ეს არის მეცნიერება, ეს არის ფილოსოფია, ეს არის მედიცინა, ეს არის ისე იგი სახვითი გამომხედველობა, ანუ დაწერა რაღაცების, წიგნის დაწერა. ყველაფერი ეს არის კულტურა, რომელსაც ადამიანი ქმნის და ამის გვერდით არის კიდე ღმერთი და რწმენა. აქეთ კულტურა. რას უნდა, ანუ ნახეთ ჩვენ რა გვინდა. დღეს საზოგადოებას გვაქვს ეს გარკვეულწილად დიდი ის გვაქვს დაგროვილი, სხვადასხვა რელიგიებით შევიყვანოთ. უამრავი საშუალება არსებობს აი აქეთ, რასაც კულტურას ვეძახ. სახელმწიფო მოწყობიდან დაწყებული ყველაფერი, რაც შექმნა ადამიანმა მთელი მისი ცივილიზაციის მანძილზე და რაც მის მეხსიერებაში არის დარჩენილი. და აქეთ არის ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა, ქრისტიანობა. ეხლა ნახეთ როგორ არის დანიშნულება რა არის ამ ორისა. ადამიანი უნდა გახადოს უკეთეს. ანუ ადამიანში არსებული სიძულვილი აი ამ კულტურამ, სახელმწიფომ, ოჯახმა, ყველაფერმა უნდა გარდაქმნას, რომ ადამიანში რომ დაცემული ბუნებიდან გამომდინარე ვერცხლის მოყარეობა არის, სიძულვილი არის, შური არის, ისე უნდა მოვაწყო ჩვენ ქვეყანა სახელმწიფო, რომ ადამიანმა ეს არ გამოავლინოს გარდა. მაგრამ ხან ყოფილა ჩვენს ცხოვრებაში ისე, რომ ეს კულტურა მთლიანად ემსახურებოდა ამას, რომ ადამიანიდან ეს აგრესია და საშინელი მდგომარეობა გარეთ არ გამოსულიყო. მაგრამ ამავე დროს ყოფილა ისიც, რომ ადამიანში შინაგანად შეეკავებინა, აი ხშირად არის, რომ გინდა მოიპარო, მაგრამ ვერ იპარავ, რატომ? იმიტომ შიშიდა. გინდა გალანძღო ვიღაცა, მაგრამ შიშიდა კარგინდა, არ გააკეთე. ანუ ეს კულტურა მთლიანად კულტურას რასაც ვეძახი, ანუ მისი დანიშნულება არის ის, რომ ადამიანი გახადოს უკეთესი. მაგრამ ნახეთ რას ვეჩეხებით ჩვენ ყველაზე მთავარს და ყველაზე მნიშვნელოვანს. ჩვენ ვეჩეხებით იმას, რომ აი ეს კულტურა თავიდან ბოლომდე ცვალებოდა. გუში რომ ერთს ლაპარაკობდა ადამიანი, რომ კარგი ეს არის, დღეს იმას ლაპარაკობს, რომ თურმე კარგი ეს არის. გუში რომ ლაპარაკობდა თურმე რომ სახელმწიფო ესე უნდა მოვაწყოთ, დღეს იძახის, რომ არა, ეგრე კი არა, ესე უნდა მოვაწყოთ. ვიღაცა იძახის, რომ ოჯახური ურთიერთობები ესე უნდა იყოს, ვიღაც იძახის, რომ მე შეიძლება რამოდენიმე წელიწადში თან იგივე ადამიანები გეუბნებიან, ესე კი არა, ესე უნდა იყოს. ანუ კულტურა, ესე რომ თქვა, მთლიანად ადამიანის გონებით შექმნილი მეცნიერები ავიღოთ. დღეს პირდაპირ გეტყვით, ანუ ყველაზე არა მაქვს ლაპარაკი, მაგრამ უმრავლესობა მეცნიერებისა დღეს ასრულებენ
დაკვეთას იმათი, ვისაც ძალიან ბევრი ფული აქვს. რასაც ეტყვიან, იმას გააკეთებენ. რასაც ეტყვიან, იმ დასრულებას დადგენ. იმიტომ რომ ადამიანი დღეს მომხმარებელი არის. ადამიანი კარიერისტი არის და არა სიმართლეს ემსახურება, არამედ უბრალოდ რაც დღეს ვიღაცისთვის იქნება სასარგებლო. ფილოსოფიური აზრებიც ესე არის. დღეს ადამიანები სასწავლებლებში მე ვნახე ერთ-ერთი უნივერსიტეტის მოკლედ სახელმძღვანელო არის ფილოსოფიაში. ესე ქვია, შესავალი თანამედროვე აზროვნებაში წაიკითხე. ანუ ანტიკური ფილოსოფიიდან დღევანდელ დღემდე მამარდაშვილი დამთავრებული მოცემულია, ამოკრებილია ისეთი ნაშრომებიდან, ისეთი ადგილები, თავიდან ბოლომდე რომ წავიკითხე მე რომ შინაგანის ავლე მოციქულიც კი შეტანილი არის, რაღაცა ნაწილი რომელთა მიმართ ეპისტოლე. თავიდან ბოლომდე რომ წაიკითხო ადამიანმა და გაიაზრო ეს და რომ დავამატე ამას რომ ლექტორი დგას და თან თვითონ აკეთებს ამის ინტერპრეტაციას. დღეს მივხვდი რომ რა უნდა გამოვიდეს ანუ თან შესავალი თანამედროვე აზროვნებაში რა აზროვნების ადამიანი უნდა გამოვიდეს. ძალსახად თქვი რაც უნდა გამოვიდეს. პროდუქტი მივიღეთ, ბოდიში თან ტექნიკურ საკითხი იმაზე ტერმინზე, მაგრამ მივიღეთ ადამიანი, რომელიც გარკვეულწილად აზროვნებს ისე, რომელიც წმენა რომ ცოცხალი სარწმუნოება გრამი არ არის. ანუ რა მოხდა ეს? ვიღაცა მაიღო ფილოსოფია, გადაამუშავა და გადაკეცა ისე როგორადაც მანდოდა და მიაწოდა საზოგადოებას. ახალგაზრდებს. ახლა რა ხდება ზოგადად აი ამ კუთხით, ხო? აქეთ არის სარწმუნოება. ეხლა ნახეთ, ეკლესია ანუ წმინდა წერილში წერია პავლე მოციქული იძახის რომ იესო ქრისტე გუშინდა დღეს და იგი თავადიარს უყურისამდე. ანუ ქრისტიანობა სწავლებას არ ცვლის. ქრისტიანობამ შეიძლება უბრალოდ შეიცვა რა კუთხით იცვლება, იცით, მიმდინარე მოვლენები, მაგალითად არ იყო ხელოვნური ინტელექტი. არ იყო ხელოვნური განაყოფიერება. ხო, უამრავი პრობლემები წამოვიდა, რომელიც იმ საუკუნეში, როდესაც იყო ქრისტიანობა, არ არსებობდა. დღეს ეს საკითხები დგას. ეხლა ქრისტიანობა უნდა დავჯდეთ, ქრისტიანი ადამიანები და უნდა ვიფიქროთ, როგორ იქნება სწორი ღვთის წინაშე. არა ჩემი როგორც ღვთლისა როგორ თვლი, არამედ ეკლესიის ღვთის წინაშე როგორ იქნება, რომ ადამიანი არ გავიმეტოს სულიერი სიმძიმისათვის. რა უნდა გავაკეთო? აქ არ დავკონკრეტდები, ეს კიდე სამსჯელოა საქართველოს ეკლესიას, ამ საკითხებზე თავისთავად სამსჯელოა. მაგრამ ნახეთ როგორი რაღაცა არის, აი ავიღოთ ერთი ადამიანი, რომლისთვისაც ამ ერთი ადამიანისთვის ის რაც მასში ბაღიდან მოყოლებული, ბაღი, სკოლა, ესე იგი უნივერსიტეტი ჩადეს, ხო, ის ადამიანი ეკლესიის წიაღში როდესაც არის, მოვიდა. მას არ უნდა ამ ყველაფრის შეცვლა. ის ადვილია და მარტივია. ახალგაზრდებო დღესგემოვნები გაიხსენეთ, როგორ სიხარულით მიდიხარ ზოგ-ზოგი ანუ ლექციაზე გინდა თუ იქ არ რატო? იმიტომ რომ იმაზე ლაპარაკობენ, რაც თქვენთვის კარგია და თითქოს კარგი მოსასმენია. და რატო? იმიტომ რომ ადვილიც არის ეს. ნახეთ, ისე იგი ადამიანს ფუნდობისკენ, ადამიანს სხვის უბედურებაზე საკუთარი ბედნიერების აწყობისკენ ხარა გაქვს მიდრეკილება. მიხვედი სადღაც და ეკლესიაში გეუბნებიან ესე არა. გთხოვ სხვის უბედურებაზე საკუთარი ბედნიერება არა აწყო, მაგრამ ამავე დროს მე შევედი უნივერსიტეტში ლექციაზე და მეუნებიან. არანაირი პრობლემა არ არის. დღეს სამყარო ესეთი არის. აკეთე ის რაც გინდა. იყავი ისეთი როგორიც ხარ. და ნუ შეცვება იმისა როგორიც ხარ და არ შეიცვალო. თუ კი ცუდია რამე შენში, ეს არ არის შენ ხარ ესეთი და ესეთი უნდა იყოს. აი ეს დაჯერხება არის დღეს. და ეს ხალხი არიან უყურეთ მე როგორ მინდა ვთქვით, ეს ადამიანები არიან უკვე რომ გაბრაზებულები მაგალითად ტაძარს აი აჩისხაც კვერცხს ესვენ. ამით გაღიზიანებული ადამიანები არიან, რომლებიც უკვე ანუ რა მინდა ვთქვა, იცი იმას რაც აი სარწმუნოებრივი ესე რომ ვთქვა საძირკვლები და საფუძვლები არის გაბრაზებულები ამას მომადგენენ. ეხლა თქვენ ნახავთ უარესი იქნება. იცით რატო იქნება უარესი? დღეს ამოტრიალდა ეს ყველაფერი. ადამიანებმა თავისი აგრესია დაინახეს და ეხლა ნახეთ როგორ არის.
სამღვდელო პირი ახლა მე გამოდივარ და ვეუბნები იმ ადამიანს არ არსებობს, აი პირდაპირ მივმართავ და ვეუბნები რომ არ არსებობს არანაირი გამამართლებელი იმისა რომ შენ ადამიანი გძულს. მაგრამ საქართველოშიც არის უკვე მიმდინარეობები ქრისტიანული, რომლებიც გამოდიან და ეუბნებიან პროტესტანტული ეკლესია. ანუ გამოდის და ეუბნება რომ იცი რა არაფერია ეს, გამართლებულია ეს. კი არ ეუბნება რომ შენ არ შეიძლება ვინმე გძულდეს, გამართლებულია ეს. შენ ეუბნები ადამიანს იცი რა, ცოდვა, განა არ ვწუდავთ ჩვენ, მაგრამ ცოდვას ცოდვა გვია. და როდესაც შენს ცოდავს სხვადასხვა სახით მით უმეტეს ხორციელად ცოდავ ადამიანი, ჩვენ ვეუბნებით არ შეიძლება ეს, არ არის ცოდვა. მაგრამ არის რელიგიური მიმდინარეობა ისევ ვიტყვი ეს პროტესტანტული მხარე, რომელიც ნებისმიერი რამე რაც გინდა აკეთებ, თავარი რა არის? ქრისტე გწამდეს. თავარია გახსოვდეს რომ ქრისტე ღმერთია, მეტი არაფერი არ არის. შინაგანი ღვაწლის შეცვლა რომ უკეთესი გახდა ეს არ არის. ნახეთ აი რამიდან თქვა დღითი დღე დაიმახსოვრეთ ეს რომ მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება როგორც ქრისტე იყო დევნილი, ასე იქნება დევნილი. რატო? იმიტომ რომ ადამიანს სიამოვნებს, როდესაც თუნდაც ამბიონიდან ესმის სოდვის გამართლება. აი ხა დღეს რომ მე იგივე მეთქვა, ის ტერმინები გამოვიყენო, რა ტერმინებსაც გეუბნე, ანუ აგამაღლებენ. მაგრამ რაღაც პერიოდის მერე ისევ ის როგორც აგამაღლეს, ისე დაგაგდებენ და ეკლესია აი ამ საცდურს უნდა უძლებდეს ყოველთვის და მით უმეტეს სასულიერო პირი უნდა უძლებდეს. უხარია ხო? აი მე ხშირად მინახავს აი მამებისთვისაც არ ვიცი მithავს რომ უხარია ადამიანს, როდესაც პოლიტიკაზე ლაპარაკები თუნდაც ამბიონი. აი ეს გარკვეული დაყენებულის ამისთვის ხო სხვა ადგილი არსებობს. რამოდენიმე თქვენგან მაიხარ თქვით რომ აი არ ვიცი რა გავაკეთო, აი დღეს წუხარ, ვიცი ქვეყანაში რაც ხდება. დარწმუნებული ვარ ეს გზარი ყველა თქვენთაგანის გულზე გადის. იმიტომ რომ ქრისტიანისთვის არ შეიძლება დღეს თქვენ დედებით გახართ, მამებით გახართ, თქვენ გვერდზე აგერ შვილები გიდგა და როგორ შეიძლება დღეს რომელიმე თქვენგანი რომელიც მშობელი ხარ, იქ იმ სივრცეში არ ხედავდეთ იმ სიტუაციას რომ ყველა თქვენს გულზე გავა. გაბზარული გექნება. იმიტომ რომ აქ თქვენთვის დარწმუნებული ვარ მხარე არ არსებობს, იმიტომ რომ გულზე გადის ეს დანაკლები. ტკივილი გავს ადამიანს გულში. როდესაც შენი შვილები, როდესაც შენი ძმები, შენი დები ასე ეპყრობიან ერთმანეთს, რამდენად შეიძლება თქვა და დღეს თქვენ იფიქრეთ, არ ვიცი რა გავაკეთო, ხალათში რა ჩამეთვალოს. თუკი პოლიტიკურად და ტელევიზიებიდან რაც არის გადმოცემული ინფორმაცია და სოციალურ ქსელში რასაც დაარქვეს მოღალატეობა და არ მოღალატეობა, ამითი თუ განსაზღვრავ თქვენს იმას თუ რა არის სწორი და არასწორი, მაშინ გეტყვი რომ ისინი გაგასამართლებენ, ის ტერმინები გაგასამართლებენ თქვენ. მაგრამ თუკი ქრისტეს თვალით შეხედავთ ყველაფერს რაც ხდება და თქვენ მოქმედებას და თქვენ ადგილს აი მსგავს განსაცდელში როგორც ქრისტიანის ადგილს ამოირჩევ, მაშინ დარწმუნებული ვარ მე რომ გული დამშვიდდება. რომელი თქვენთაგანი ახლა იმ პატრიარქას მომიწონდა, რომელმა თქვენთაგანმა გაზარდეთ მოცვა, რომელმა თქვენთაგანმა ერთით მეტი სახარება წავიკითხა, რომელმა თქვენთაგანმა ფსალმონის კანონს მოუმატეთ, რომელმა თქვენთაგანმა უბრალოდ აი ამის გამო რომ დღესაც ქვეყანაში ხდება, ანუ ცრემლი ჩამომივარდა, ერთხელ მაინც მოცვის დროს, როდესაც ღმერთს ვავედრებდი იმ ადამიანებს მთლიანად, რაც დღეს ჩვენ ქვეყანაში ხდება. დარწმუნებული ვარ ეს ძალიან ცოტა შეძლებდა ამას, იმიტომ რომ ამას გული ჭირდება ქრისტიანობა, ამას სული ჭირდება ქრისტიანობა. და ამიტომაც დაბნეული ხარ ადამიანი, ნახე, რა გავაკეთე? მაგრამ დილით და საღამოს, როდესაც დადექი მუხლებზე და შენი ქვეყნისთვის, აი ამ არეულობისთვის ღმერთს შევედრე, რომ უფალო გევედრები ჩემი ქვეყანა დაამშვიდე, ჩვენ ძმას და დებს ერთმანეთის სიყვარული და ერთობა, სინანული მიმადლე, მაშინ გული სავსე ხდება. წამოდგები თუ არა მსგავსი ლოცვიდან,
თითქოს რა არის შენი მხარე, შენი პატრიოტიზმი, შენი ქვეყნის სიყვარულის და ადამიანის სიყვარულის გამოხატულია. მაგრამ შენ რომ მსგავსი ლოცვა არ შეგიძლია. შენ რომ უბრალოდ ლოცვას კითხულობ, შენ რომ უბრალოდ 15 წუთში და 10 წუთში ამთავრებ იმ ლოცვა და აღარ ანუ ბოლოში ისე გავხვალ ერთ გააზრებასაც კი ვერ ახერხებ. რაზე ლოცულობ, ამიტომ მუდმივად გექნება გულში ეს განცდა, რომ მე ჩემი ქვეყნისთვის არაფერს ვაკეთებ და მე გული გაგიწევს უკვე კონკრეტულ ქმედებებს. და მე გულში მოხდება, ახლა იქ ხო წერენ, უამრავმა ადამიანმა მოღალატეები, რაღაცა იმდენმა პირადში იქნებოდა ჩემთვის, პირადში მიმოწერაში იმაში, მადლობა ღმერთს, ამისთვის უამრავმა ლანძღა, უამრავმა რატომ? იმიტომ რომ ხარე უნდა იყო. ან იქით იყავი, ან აქეთ იყავი. და შენეულები არავისკენ არ ვიქნები. ყველასკენ ვარ, ყველა თქვენთაგანისკენ. და სად ვარ ყველაზე მეტად? იცი აი ტრაპეზის წინ ერთიანდება ჩემთვის ჩემი სამშობლო და ქვეყანა. აი ამ ტრაპეზის წინ ლოცვის დროს და წირვის დროს და პირადი ლოცვის დროს იქ ჩემს ქვეყანას ღმერთს ვავედრებ მთლიანს. გამოკლების გარეშე ნებისმიერი ადამიანისა, რაც არის, რა წარმომავლობისაც არ გინდა იყოს ეს ადამიანი, რა სულის მდგომარეობაშიც არ გინდა იყოს ეს ადამიანი. აი ეკლესიის დანიშნულება ეს არის. და როდესაც ასე ლოცულობ შენ ქვეყნისთვის, მაშინ აღარ გაქვს შენ განცდა იმისა, რომ რამე ხო არ უნდა გავაკეთო ეხლა ისეთი, რომ რაღაცა თითქოს გული მთხოვს, რომ სადღაც უნდა ვიდგე, რაღაცას არ ვაკეთებ, არ გექნებათ ეს განცდა. ღმერთმა მოგწეს ამისი ძალა ჩემო მეგობრებო, ღმერთს შევავედროთ ყველაფერი. მოდი ყველა მაი დამიჯერეთ თქვენი წილი ქვეყანა და სამშობლო, რომ მოუტანოთ ღმერთს ერთხელ მთელი გულით და აი აქ დავუტოთ ხო და უთხრათ, უფალო, აკუთხე ჩემი სამშობლო, აკუთხეთ ჩვენ სამშობლოს და ისე გაგატანს უკან. თუ ჩვენ ეკლესიის წევრები ვინც ვართ, აი ესე გულით და გულისმიერი ლოცვა, სწორი შინაგანი განცდით მოუტანთ იმას ღმერთის წინაშე მოვიტანთ გულით ჩვენს ქვეყანას და ვეთქვით, უფალო, ჩემი სამშობლო აკუთხე. ადამიანებს ერთმანეთის სიყვარული გვასწავლეთ. საკუთარი სიძულვილის გამო სინანული მოგმართ. ის სწორად მოუტანთ ღმერთს შესაწირავს ჩვენი ქვეყნისა, უფალი ამ შესაწირავს აკურთხებს და უკან გამოატანს ნაყოფს. როგორც ჩვენ რწმენას აკურთხებს ხოლმე. დღეს რომ მოვედით რა მოვიტანეთ, უფალო აკურთხე ჩემი რწმენა, დღეს აქედან უფრო მეტი მორწმუნეები უნდა გავიდეთ. უფალო განწმინდე ჩემი ცოდვა და ეს ჩემი ცოდვა მოვიტანე და აი აქ დავაგდე, იმიტომ რომ დღეს უკვე აღარა ვარ ისეთი როგორიც ვიყავ. ჩამოვიხსენი ეს მიღავ და დავაგდი აქ და ვთქვი ეგეთი უკვე აღარ ვიქნები მასე. და უფალიც აი ამ მიღავს გაცილებს თავისთავად, ამ ნაგავს რო გაცილებს და გეტყვის, წადი შვიდობით იარე, შენმა სარწმუნოებამ გაწყვეტნა შენ. შინაგანი ლოცვა ძალიან ყველას, აი ქრისტიანული მე ბევრჯერ მithქვამს თქვენთვის და დღესაც გიმეორებ ხალხო, უფრო გართულდება მდგომარეობა არა მხოლოდ ქვეყანაში ჩვენთან, არამედ ზოგადად მსოფლიოში ასე იქნება. გართულდება ძალიან მდგომარეობა და სირბილს დაიწყებთ რაზე, იცი, რა გავაკეთო. და დაბნეულები, როდესაც შინაგანი სულიერი მდგომარეობა და გული ქრისტიანული დასტურს არ მოგწევს იმისა, რას რა უნდა გააკეთო, დაიბნევ და აღმოჩნდებით ისეთ ადგილას, სადაც ძიმე იქნება ეს ყველაფერი თქვენთვის, როგორც ქრისტიანებისთვის. ღმერთს მოცილდებით მერე და აი მაშინ მართლა იგრძნობ, ეხლა ღმერთს ვარ მოცილებული. ამიტომ ეძებნეთ ღმერთი ყოველ დღე,
ყოველ წამს ეძებეთ ღმერთი და უთხარით ღმერთო, როგორ მოვიქცე ახლა, რა არის მნიშვნელოვანი. აი ეს თუ ქრისტიანები ხართ, ასე უნდა იყოს. და თუ უბრალოდ ისე იგი რაღაცა ნერვების დასაწყნარებლად მოდიხართ ტაძარში და რაღაცა ყოფითი პრობლემების მოსაგვარებლად მოდიხართ ტაძარში და პირადი ჯანმრთელობისა და ასე პრობლემების მოსაგვარებლად მოდიხართ ტაძარში, სხვაგან მოხდით ეს. კი, რა თქმა უნდა, სადღაცამდე ეს თავისთავად როგორ გითხრათ, შეგამაგრებს ცოტას, მაგრამ განსაცდელებს ვეღარ გაუძლებს. შეიძლება ადამიანმა ეკლესიას დატოვოს, ტაძარის დატოვოს, რატო? იმიტომ საკუთარი ამპარტავნების გამო. დღეს აი ამით ვასრულებ. დღეს დღევანდელმა იგავმა უფალმა იგავში მითხრა, არაფერი საკეთებელი არ არის იმაზე მნიშვნელოვანი, როგორც ღმერთთან ყოფნა და მასთან ურთიერთობა. მის ტრაპეზზე, მის სერობაზე ყოფნა. ანუ ეკლესიის წიაღშიც კი სულ რომ ეკლესიები აშენო ადამიანები, სულ რომ იმდენი საქმე აკეთო, ისე იგი საქმეები აკეთო, რომ ისე იგი ანუ ხოტბას გასხავდნენ და ის გახდეს, ანუ სახელი განხდეს შენი მოკლედ ადამიანების წინაშე, არაფერი არ იქნება ეს, თუ კი ადამიანს სიმდაბლე, ადამიანს მორჩილება, ადამიანს სიყვარული, ადამიანს ეგოიზმთან ბრძოლის უნარი, ამპარტავნებასთან ბრძოლის უნარი არ გექნება. არაფერი არ არის ეს. ღმერთმა ამისი ძალა მოგცეს, აგერ შობას უახლოვდებით ჩვენ. ქრისტე ხოლმე დაიშვეს ჩვენს გულებში, ბევრჯერ გითხოვს. ამას მიაქციეთ უბრალოდ ყველას, რომ ღმერთი ანუ როგორც ბაგა გავამზადოთ ჩვენი გული ქრისტეს შობისათვის და მთელმა ერმა ეს სიძულვილი ღმერთმა შემთხვევით არ გააკეთა. სიძულვილი სავსე გულში მას დამკვიდრება არ სურს და ქართველ ერს მითხრა, აგერ მოგეცით მიზეზი, რომ ეს სიძულვილი გამოსულიყო გარეთ, იქნებ ეხლა სინანულით შეინანოთ და ეს სიძულვილი გატოვოთ საერთოდ ერთმანეთის მიერ. აი ამის დიდი შესაძლებლობაა ქართველ ერს დღეს. ან გამოიყენებს, ან არა. და აი ამ სიძულვილს ატარებს თავიდან მოკლედ კონკრეტული ადამიანი აი ამ სიძულვილით იღვის და ეს მისთვის იქნება მოკლედ რა თქმა უნდა შინაგანი სიმძიმე და ჯოჯოხეთის თორმასა მდგომარეობა. ერთმა დაოცვილი დღეგრძელი და გახარებული გახდა.